გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ეს მოდელი მინდა რომ განვავითაროთ ყველა ძეგლთან მიმართებაში. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ და არ ვიყოთ ჩასაფრებულები, არამედ ერთად ვაკეთოთ საქმე. მე უკვე ვიცი რა ეწერა აქამდელ დასკვნებში, გაცნობილი ვარ იმასაც და ვიცი ეხლაც რაც წერია და საამაყოდ მიმაჩნია რომ მხარეთა შორის სწორედ ეს კონსენსუსი მიღწეულია და ვფიქრობ რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება. დანარჩენი მეცნიერებზეა, მადლიერებით ვართ სავსე ამ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიმართ, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენს და ამით კიდე ჩვენი კულტურის როლი კიდევ უფრო წარმოჩნდება, რომ მართლა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას აინტერესებს და იუნესკოს ესეთი დაინტერესება ამ ძეგლის მიმართ. იმედს გამოვთქვავ, რომ სამომავლოდ ყველა ის ეტაპი, რომელსაც დაგეგმავს კომიტეტი, ჩვენ სრულად მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩემგან როგორც კულტურის მინისტრის მხრიდან, ძეგლთა დაცვის, სააგენტოს მხრიდან მემკვიდრეობის და შესაბამისად ძალიან მალე ვიცი რომ ესე არ გამოვა, მაგრამ ადამიანები იმედით ვართ და ძალიან მალე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ბედნიერები ვნახავთ აღდგენილ გელათს, რაც იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ის ახალი სიტყვა, რაც გვინდა რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ჩვენ უძველესი ევროპული კულტურა ვართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული.